ამ წუთებში იუსტიციის კიდევ ერთი სახლი იხსნება ხელვაჩაურს ვრთავთ ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ხალბატონებო და ბატონებო. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაგიხადოთ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე მობრძანებისთვის. ეხლა კი მაქვს პატივი ტრიბუნასთან მოვიწვიოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს იუსტიციის მინისტრს, მივესალმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, მივესალმები რეგიონულ განვითარების მინისტრს, მივესალმები პარლამენტარებს, მივესალმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, მივესალმები პარლამენტარებს, უმაღლესი საბჭოს წევრებს, აჭარის მთავრობის წევრებს, მივესალმები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მივესალმები იუსტიციის სახლის თავმჯდომარეს. დღეს ვხსნით ხელვაჩაურში იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მე-9 და აქ მოსულ ადამიანებს, ადგილობრივებს თუ მუნიციპალიტეტის სტუმრებს ექნებათ საშუალება თანამედროვე ინფრასტრუქტურაში და უმაღლესი სტანდარტების სერვისების პირობებში მიიღონ ყველა მომსახურება, რომელსაც უზრუნველყოფს იუსტიციის სახლი. ძალიან დიდია აჭარაში იუსტიციის სახლის სერვისებზე მოთხოვნა, ყოველწლიურად ამ სერვისებით 700,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს. რეგიონში მუშაობს ასევე, როგორც სხვა რეგიონებში, მობილური იუსტიციის სახლიც, რომელსაც რეგიონის ათეულობით სოფელში მომსახურება უშუალოდ ადგილზე მიაქვს. ეს არის ჩვენი მთავარი პრინციპი, რომ სერვისები, სახელმწიფო სერვისები, რაც შეიძლება ახლოს იყოს მოქალაქესთან და ზუსტად ამ პრინციპით მოქმედებს იუსტიციის სახლი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წელს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა. დღეს უკვე იუსტიციის სახლი არის ხელმისაწვდომი 127 მისამართზე და იუსტიციის სახლები ყოველდღიურად 20,000-ზე მეტ ადამიანს ემსახურებიან. გრძელდება გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის ზრდა, სულ მალე რამდენიმე ქალაქში დასახლებაში გავხსნით ახალ სივრცეებს, რითაც ფილიალების საერთო რაოდენობა ჯამში 132-მდე გაიზრდება. ჩვენი მიზანია მუდმივად გაუმჯობესოთ, კიდევ უფრო გაუმჯობესოთ მომსახურების სტანდარტები. დღეისათვის იუსტიციის სახლში ხელმისაწვდომია 500-მდე მომსახურება და დაგეგმილია უახლოეს მომავალში ამ რაოდენობის გაორმაგება, რაც რა თქმა უნდა, გასცდის ზოგადად ჩვენი მოქალაქეების წვდომას, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მომსახურებაზე. ამასთან ერთად ინერგება თანამედროვე ტექნოლოგიები და უკვე აქტიურად იგეგმება ასევე იუსტიციის სახლის პრაქტიკაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვა. მე მინდა მადლობა გადავახადო იუსტიციის სამინისტროს, მე მინდა მადლობა გადავახადო თითოეულ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო ამ პროექტის განხორციელებაში. მინდა ხელვაჩაურის მოსახლეობას მიულოცო იუსტიციის სახლის გახსნა და იუსტიციის სახლის თანამშრომლებს და თითოეულ თქვენგანს მინდა გისურვო წარმატებები. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა საქართველოს იუსტიციის მინისტრს ბატონ პაატასალიას. მოგესალმებით, ხალბატონებო და ბატონებო. პირველ რიგში დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები საქართველოს მთავრობის, პარლამენტის წევრებს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ სულხან თამაზაშვილს. მივესალმები აჭარის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, დამსწრე საზოგადოებას. ძვირფასო სტუმრებო, დღეს კიდევ ერთი იუსტიციის სახლი გაიხსნა აჭარის რეგიონში. კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ სახელმწიფო სერვისები უფრო ხელმისაწვდომი და ეფექტიანი გახდეს საქართველოს თითოეული მოქალაქისათვის. მოქალაქეთა მაღალხარისხიანი მომსახურება, მათ საჭიროებებზე ზრუნვა იუსტიციის სამინისტროს და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია. ჩვენი მიზანია, რომ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს სწრაფი, მარტივი და კომფორტული წვდომა სახელმწიფო სერვისებზე. წლების განმავლობაში იუსტიციის სახლი იქცა და ჩამოყალიბდა როგორც სახელმწიფო სერვისების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მასშტაბური ჰაბი. თუმცა ჩვენ არ ვჩერდებით მიღწეულზე. იუსტიციის სამინისტრო მუდმივად ზრუნავს მომსახურების მრავალფეროვნებასა და ხელმისაწვდომობის გაფართოებაზე.
რათა საზოგადოებას შესთავაზოს კიდევ უფრო თანამედროვე და ეფექტიანი სერვისები. ყოველი ახალი იუსტიციის სახლი ნიშნავს ახალ შესაძლებლობას კონკრეტული რეგიონისათვის. ეს არის სივრცე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა იღებს სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას, ხოლო თავად რეგიონი დამატებითი განვითარების შესაძლებლობას, ახალ სამუშაო ადგილებს და მეტ ეკონომიკურ აქტივობას. მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება უახლოეს მომავალში მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოთში, რაც კიდევ უფრო დაახლოვებს სახელმწიფო სერვისებს ჩვენს მოქალაქეებთან. ინფრასტრუქტურული განვითარება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთვის არანაკლებ პრიორიტეტულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება. სწორედ ამიტომ იუსტიციის სახლმა წარმატებით დანერგა ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელი, შეფასების ერთიანი სისტემა CAF-ი და მოიპოვა ეფექტიანი მომხმარებლის სტატუსი. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სახლი კავკასიის რეგიონში არის პირველი საჯარო უწყება, რომელმაც ეს მოდელი დანერგა და წარმატებით გაიარა სერტიფიცირების პროცესი. აქვე მსურს საზოგადოებას ვაცნობო, რომ წელს ივნისის თვეში თბილისი უმასპინძლებს გაეროს საჯარო სამსახურისა და საჯარო სერვისების ყოველწლიურ ფორუმს. ამ ღონისძიებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 500-ზე მეტი დელეგატი დაესწრება, რათა ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება სახელმწიფო ინსტიტუტების ტრანსფორმაციის, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით. ის ფაქტი, რომ გაერომ ამ მასშტაბური საერთაშორისო ღონისძიების ჩატარების ადგილად საქართველოში არჩია, ნათლად მიუთითებს ნდობასა და პროგრესზე, რომელსაც ჩვენმა ქვეყანამ საჯარო სერვისების განვითარების გზაზე მიაღწია. ჩვენი მიზანია ძლიერი და ადამიანზე ორიენტირებული სახელმწიფო. სახელმწიფო, რომელიც უსმენს მოქალაქეებს, სრუნავს მათზე და ქმნის შესაძლებლობებს. დასასრულს დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს პრემიერ-მინისტრს მხარდაჭერისათვის, იუსტიციის სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, იუსტიციის სახლის თითოეულ თანამშრომელს ყოველდღიური შრომისათვის და ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გუნდს მინდა უსურვო წარმატებები უკვე მათ საქმიანობაში. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. სიტყვა ეძლევა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ბატონ სულხან თამაზაშვილს. მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, იუსტიციის მინისტრს, რეგიონალური განვითარების მინისტრს, აჭარის უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარეს, საკანონმდებლო კანონს წარმომადგენლებს, მოწვეულ სტუმრებს. დღეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ახალი იუსტიციის სახლის გახსნა ნიშნავს მეტ ხელმისაწვდომობას და კომფორტს ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის განხორციელებამ რეგიონში შექმნა ახალი სამუშაო ადგილები, რაც რა თქმა უნდა დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. მე მინდა მადლობა გადაუხადო იუსტიციის მინისტრს ბატონ პაატა სალიას, იუსტიციის სახლის თითოეულ თანამშრომელს, რომელმაც წვლილი შეიტანეს ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადადგმული ნაბიჯი ჩვენი რეგიონის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის. დღეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა ვითარდება არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად, არამედ ინსტიტუციურადაც. პარალელურად მიმდინარეობს მასშტაბური პროექტები საგზაო ინფრასტრუქტურის, სოციალური თუ საგანმანათლებლო მიმართულებებით. ეს არის სისტემური პროცესი, რომელსაც მოაქვს რეალური შედეგები. ჩვენი ამოცანა არის, რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს ყოველდღიურ ცხოვრებაში ეს კეთილდღეობა და შედეგები. დიდი მადლობა. სიტყვა ეძლევა იუსტიციის სახლის თავმჯდომარეს ბატონ ვახტანგ ჟვანიას. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს, მივესალმები იუსტიციის მინისტრს ბატონ პაატა სალიას, მივესალმები რეგიონალური განვითარების მინისტრს, მივესალმები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს, ასევე მინდა მივესალმო ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს, საქართველოს პარლამენტის წევრებს. მოგესალმებით ქალბატონებო და ბატონებო, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ დღევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობისთვის, რადგან დღეს ხელვაჩაურში ჩვენ უბრალოდ არ გავხსენით შენობა, რომელსაც კარგი არქიტექტურა აქვს. ეს არის ადგილი, სადაც
მოქალაქე კიდევ უფრო ახლოს მიდის სახელმწიფოსთან და კიდევ უფრო უახლოვდება მას. ეს არის ადგილი, სადაც თითოეულ თქვენთაგანს აქაურ მაცხოვრებელს აქვს შესაძლებლობა სწრაფად, ხარისხიანად და რა თქმა უნდა ეფექტურად მიიღოს 500-ზე მეტი სერვისი. ეს არის ადგილი, სადაც თანამშრომლები, რომლებიც თქვენ აქ დაგვხვდებიან, არიან პროფესიონალები, რომლებმაც ზუსტად იციან თუ რა უნდა აკეთონ და როგორ. ასე რომ მე მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო მთელ ხელვაჩაურს აჭარას ასეთი მნიშვნელოვანი დღე ახალი იუსტიციის სახლის გახსნა და როცა ვლაპარაკობთ იუსტიციის სახლის ხვალინდელ დღეზე როგორც ბატონმა პრემიერმა ასევე მინისტრმა ბრძანა ჩვენთვის თავარ პრიორიტეტს არ წარმოადგენს მხოლოდ არქიტექტურული პროექტების განხორციელება ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულება ვიზრუნოთ სერვისის გაცემის ხარისხზე და რა თქმა უნდა 21 საუკუნეში შეუძლებელია სახელმწიფომ სერვისები ეფექტურად გასცეს თუ არ გამოიყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს, არ გამოიყენებს ხელოვნურ ინტელექტს. ამიტომ ბატონი პრემიერ-მინისტრის სიტყვაშიც გაჟღერდა, რომ ჩვენი ხვალინდელი დღე სწორედ აქეთკენ არის მიმართული და ბუნებრივია იუსტიციის სახლი, თითოეული თანამშრომელი ამ დავალებას კიდევ უფრო პირნათლად შეასრულებს, ვიდრე დაგეგმილი იყო. ასე რომ კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, მადლობას გიხდით და წარმატებებს გისურვებთ. ქალბატონებო და ბატონებო, ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიება